მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ტოლფსის ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. იყო ერთი ძალიან თბილი ოჯახი, რომელსაც პატარა ბიჭი ჰყავდათ სახელად ღვთისო. ხო, ვიცი, ძალიან უცნაური და იშვიათი სახელია, მაგრამ საქმე ამაში არ არის. სანამ ბიჭი დაიბადებოდა, ცოლ-ქმარი ხშირად გამათობდა ამა თუ იმ თემაზე. რამოდენიმე წლის შემდეგ ოჯახში დღე არ გავიდოდა ისე, რომ ცოლ-ქმარს არ ეჩხუბა. მათი ჩხუბი სულ უფრო სერიოზულდებოდა. ისინი ხშირად ლაპარაკობდნენ გაყრაზე, მაგრამ შვილის გამო ისინი მაინც ერთად ცხოვრებას აგრძელებდნენ. მაგრამ მათ შორის ჩხუბი მაინც არ მთავრდებოდა. 5 წლის შემდეგ მშობლებს ერთმანეთის დანახვაც არ უნდოდათ. როდესაც მათი შვილი დასაძინებლად მიდიოდა, ისინი მაშინვე ჩხუბს იწყებდნენ. ერთ ღამეს მამამისმა თავი ვეღარ გააკონტროლა და ცოლი მოკლა. მაგრამ როდესაც გუნდს მოვიდა და გაანალიზა თუ რა გააკეთა, მაშინვე გვამის დამალვა დაიწყო. გვამი ჯეროტო ფარეხში ჩაიტანა, ჩასვა მანქანის საბარგულში და მთებისკენ წავიდა. გვიანი ღამე იყო, როდესაც მანქანა გადმოვიდა, გვამი ზურგზე მოიკიდა და ჭაობისკენ წავიდა. მამაკაცმა თავისი ცოლის სხეული ჭაობში ჩააგდო და უყურებდა თუ როგორ იზირებოდა. გამთენიცა სახლში დაბრუნდა და შხაპის მიღება დაიწყო, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადა, ჭაობის საშინელ სულს მაინც ვერ იშორებდა. შემდეგ რამოდენიმე საათი გამოიძინა და გახუძებულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რას ეტყოდა შვილს, როდესაც დედას იკითხავდა. მან გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის ეთქვა, რომ დედამისი დროებით თავის დასთან წავიდა. მაგრამ როდესაც ბავშვმა გაიღვიძა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს დედამისზე. უბრალოდ უცნაურად უყურებდა მამამისს და ხმას არ იღებდა. მამაკაცმა იფიქრა, რომ შეიძლება ბავშვი ჭაობის სუნს გრძნობს. ამის შემდეგ აიღო ჰაერის გამწმენდა და ირგვლივ მიმოფრქვევა დაიწყო. მაგრამ ამით საშინელი სუნი მაინც არ გამქრალა. პირიქით უფრო ცუდი სუნი დადგა. ნელა-ნელა მამაკაცი უფრო ცუდად ხდებოდა. რამოდენიმე საათის შემდეგ ბავშვი ტელევიზორის საყურებლად დაჭდა. მამამისი კი ძალიან ნერვიულობდა, რადგან რამდენჯერაც მის საღებო ოთახში შედიოდა, ყოველ ჯერზე ბავშვი ძალიან უცნაურად უყურებდა. ამაზე მამამისი გაგიჟდა, ეგონა რომ პარანოია დაიწყო. შემდეგ კი იფიქრა, რომ შესაძლებელია ბავშვმა ყველაფერი გაიგო და ახლა ფიქრობს, რომ თუ ამაზე რაიმეს იტყვის, მამამისი მასაც მოკლავს. საბოლოოდ მამა შევიდა ოთახში, სადაც ბავშვი ტელევიზორს უყურებდა და ჰკითხა: შვილო, რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს? ბავშვი რამოდენიმე წამით ჩაფირდა და უთხრა: კი, მაქვს. ეს კითხვა დედას ეხება? კი, უპასუხა ბავშვმა. ვფიქრობ, გაინტერესებს ახლა სადაა, უთხრა მამამისმა. არა, უპასუხა ბავშვმა. მე უბრალოდ ის მაინტერესებს, რატომ აქვს დედას ასეთი თეთრი სახე და მთელი დღე ზურგზე მოკიდებული რატომ გყავს?